თავიდან რომ დავიწყე ვიდეოების ჩაწერა, მინდოდა იმ ხალხისთვის ჩამეწერა, ვისაც უნდოდა თავის შეცვლა. დროთა განმავლობაში იმასაც მივხვდი, რომ დაახლოებით 13-15 წლის ბიჭები იწყებენ მაგ დროს სიგარეტის მოწევას და უფრო ცუდი რაღაცების გაკეთებასაც. არა მარტო ბიჭები, ასევე გოგოებიც და ეგ არის ძალიან ცუდი იმ ხალხისთვის, ვინც მათ გარშემო ტრიალებს. და ვინც არ ეწევა სიგარეტს. მეც მათ შორის მივაკუთვნები იმ ხალხს, ვინც არ ეწევა სიგარეტს, ეხლა ვაღიარებ გამისინჯავს ნაპასი დამეწყოს, მაგრამ არ ვეწევი სისტემატიური სახე არ მაქვს მიცემული. და შემიძლია თქვა, რომ ჩემი გარშემოყოფებიდან ვინც ეწევა სიგარეტს, არის აუტანელი რამ. ვინც ეწევა სიგარეტის მოწევას არ აქვს გაანალიზებული ის ყველაფერი, რაც შეიძლება სიგარეტის მოწევას მოსტევდეს უკან. პირველი რაც მინდა აღვნიშნო, არ არიან განათლებულები ხალხი და ისე იწყებენ სიგარეტის მოწევას. მე ვიყავი დაახლოებით მე-7 კლასში, მე-8 კლასში აღარ მახსოვს და წიგნში წავიკითხე, ბიოლოგიის წიგნში წავიკითხე სიგარეტზე ძალიან ბევრი რაღაც. და ამოვიკითხე ეს რაღაც, რომ სიგარეტში არის 400 ნივთიერებამდე ნივთიერება, მაგრამ მათ შორის მარტო ერთი იწვევს გამოკიდებულებას, რომელიც არის ნიკოტინი. შემდეგ კიდევ იმ ვიდეოსაც უყურეთ, თუ როგორ ეჩვევა ადამიანი ამ ყველაფერს და ძალიან რთული არის მოწევისგან თავის დანებება. ეგ ერთი ფაქტორი, რაც სიგარეტს აქვს ცუდი. მეორე არის ის, რომ თუ არ ვფიქრობ საკუთარ თავზე და მაინც ვეწევით, გარშემოყოფები შეიძლება ისე დაზიანდნენ, რომ საავადმყოფოში გავხდნენ გადასაყვანები. რაც თავი მახსოვს, სულ ვარჯიშობ და როცა სიგარეტის ბოლოს მაინც შევიზონთხავ, იმ წამს ხვდები ცუდად. თავი მტკივდება, მე გულმოცემი მტკივდება და გულისრევი შეგრძნებას მაქვს. ეხლა მე პირადად ეგრე მაქვს, სხვა ადამიანებზე სხვანაირად ვლინდება ეგ ყველაფერი. მაგას ვქვია, სიგარეტის ალერგია. მარტივად რო ვთქვათ. კიდევ რას მინდა შევეხო სიგარეტზე. თანხა. საქართველოს მდგომარეობის გადამკიდე, ალბათ ძალიან ბევრი სიგარეტი იყიდება ყოველდღიურად. ეხლა თვეში და წელიწადში აღარ მოფარებს. თუმცა განმავლობაში მივხვდი, რომ მე რო სიგარეტის მოწევა დამეწყე, ძალიან ბევრი ფული წამოვიდოდა მაგაში. იმ ხრივ რომ კარგი ხარისხიანი სიგარეტი, შესაბამისად უფრო ძვირი იყოს. ეხლა არავის არ აქვს, აქვს, მაგრამ მაინც როგორი არის ეხლა დაახლოებით 300 ლარის სიგარეტი თვეში. ვის აქვს მეტი 300 ლარი ეხლა სიგარეტისთვის გადადებული. აი მაგ 300 ლარს მე ვიყენებ სხვა რაღაცეებში საკუთარი თავის განვითარებისთვის, ვარჯიშისთვის, ან წიგნებს ვიღებ და მაგას ვკითხულობ. ელექტროსიგარეტებსაც შეეხება. ვინც ელექტროსიგარეტს ეწევა, ჯობია რომ ელექტროსიგარეტს თავი გაანებოს და ისევ სიგარეტს მიუბრუნდეს, იმიტომ რომ ვინც სიგარეტს ანებებს თავს და ცდილობს რომ გაანებოს, ელექტროსიგარეტით ვერ გაანებებს თავს. და მარტივად რომ ავიღოთ ეხლა გადაჭრების პრინციპი. და უშუალოდ სიგარეტში არის 100 ნიკოტინი და ელექტროსიგარეტში არის 5. შენ იმდენს ვერ მოწევ ელექტროსიგარეტით, რომ სიგარეტის ნიკოტინი დაიკმაყოფილო. ძალიან ცოტა ნიკოტინი აქვს ელექტროსიგარეტს და ვერ დაიკმაყოფილებს საკუთარ თავს ისე, როგორც სიგარეტი დაკმაყოფილებს. თუ აქვს შენს მეგობარს ნათქვამი, რომ ელექტროსიგარეტით უნდა დავანებო ყველა ვარიანტში თავი, ვერ დაანებებს. მაგას შობია ყველაზე მარტივი საშუალება არის კევი, კანფეტები და მზესუმზირა. ეგ 3 და ვარჯიშიც. ვარჯიში ახლა არ ვიცი როგორ ანებებინებს თავს, მაგრამ თუ ეცდება ადამიანი ყველანაირად თავი გაანებოს და ყელში აქ ამოსული სიგარეტი, მაშინ დაანებებს. მაგრამ ყველაზე მარტივი გზები არის კევი და მზესუმზირა. რაც ვიცი რომ 100% ამართლებს. მე ადამიანებია ეგრე მაგისთვის თავი, მაგრამ ვიცი რომ ამართლებს, იმიტომ რომ ვიდეოს მაქვს მაგაზე ნანახი 5 მარტივი საშუალება რომ როგორ გავანებოთ სიგარეტს თავი და რაღაცაები. ერთმა კაცმა ის რაღაცა გააკეთა. სიგარეტისთვის უნდა თავი გაანებებინა და სიგარეტი ჭამა. ის თუთმი ფებში დაიყარა, დააჭრა განაჩანგლით და შეჭამა და ეგრე გაანება თავი. აიქოსიც იგივე კატეგორიაში გადის, რაც ელექტროსიგარეტი, მაგრამ აიქოსზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეგ არ ვიცი რა არის. სიგარეტიც არის, ელექტროსიგარეტიც არის, ვერ გავიგე რა არის, სადაც შუაში დგას, ან ცალკე არის საერთოდ. ეგ ვერ გავიგე, ასე რომ აიქოსზე ვერაფერს ვერ ვიტყვი საერთოდ, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა დაზუსტებით და დანამდვილებით, ეგ არის, ვიცი რომ
სიგარეტი ცუდი არის, ელექტროსიგარეტით ვერ გავანებოთ თავს სიგარეტს და ყველაზე მარტივი საშუალება სიგარეტს უკავ თავი გავანებოთ არის მზესუმზეა და კევი. კიდევ ბოლოში დავამატებ იმას, რომ ადამიანებმა არ იციან, არ აქვთ ინფორმაცია თუ რას ეწევიან. და ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუ რამე ისეც გააკეთებთ, რადგან იცით, რომ შეჯდებით, ის მაინც მოიძიეთ ის ინფორმაცია, რა იქნება შემდეგში და რა გავლენას იქონიებს შენ თავზე და შენს ორგანიზმზე. და მერე დაიწყე მოწევა. მაგრამ კარგი იქნება თუ არ დაიწყებ საერთოდ და ჯანსაღი ცხოვრები დაკავდები, მაგრამ თუ უკვე დაწყებული გაქვს, მაშინ ჯობია რომ საერთოდ შეეშვა, სანამ გვიანი არ არის. იმედია დაგანახეთ სიგარეტის და ელექტროსიგარეტის და აიქოსის ცუდი მხარეც და იმედია გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და არ დაიწყებთ და გაანებებთ სიგარეტს თავს. ეს სულ ეს იყო. ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ვიდეოში და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს და ლაიქები და საერთოდ გააქტიურებთ. დროებით.